დღეს ამ ვიდეოში არც მეტი, არც ნაკლები ლოს-ანჯელესში გამოგზაურებთ. ლოს-ანჯელესი ამერიკის კინოინდუსტრიის სამშობლოა. ასევე ის გახლავთ ქვეყნის კულტურის, ეკონომიკისა და გართობის უმთავრესი ცენტრი. ეს არის ის ქუჩა, რომელიც თავს გაგზდობინებს ღარიბად. გარდა ლოს-ანჯელესისა, რამდენიმე დღით ლას-ვეგასაც ვესტუმრებით. და ეს ყველაფერი ტურისტული კომპანია TravelPies ჯგუფური ტურის ფარგლებში მოხდება. შეგახსენებთ მეგობრებო, რომ ჩემი არხის სპონსორი გახლავთ სოკარი და ასევე კონტენტის წარმომადგენია სპორტული საიტი Leadersport. სანამ დაიწყებთ ვიდეოს ყურებას, მინდა ერთი ძალიან მაგარი სიახლე გაცნობოთ. ჩემს არხს ეყოლება კიდევ ერთი უმაგრესი სპონსორი, ეს გახლავთ სასმელი კომბუჩა კომპანია ჰენკასგან. კომბუჩა არის შეიძლება ითქვას სიახლე საქართველოსთვის, თუმცა არა მსოფლიოსთვის. ეს სასმელი ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში და ამერიკაშიც მათ შორის და საქართველოშიც დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე გახდება ყველასთვის საყვარელი სასმელი. და ძალიან მიხარია, რომ ეს ამბავი პირდაპირ არაჩვეულებრივი ლოს-ანჯელესიდან გამცნეთ. დავიწყოთ ჩვენი ვიდეო. და ამ ვიდეოს ვიწყებ ლას-ვეგასის აეროპორტიდან გადავახტეთ იმ გზას, რომელიც აქამდე გამოვიარე. დაახლოებით 23 საათი ვიყავი გზაში და დავიწყოთ ვიდეო პირდაპირ ლას-ვეგასიდან. ლას-ვეგასი ცნობილი როგორც სოდვების ქალაქი. ესაა ადგილი, სადაც ტურისტების ნაკადი არასდროს წყდება. ვეგასში ადამიანები ძირითადად გასართობად ჩამოდიან და ეს ქალაქი ყოველთვის მზადაა თქვენი სურვილების დასაკმაყოფილებლად. აქ თქვენ ნახავთ უზარმაზარ ლეგენდარულ სასტუმროებს, როგორებიცაა ვენეცია, ბელაჯიო, MGM Grand და სხვები. და მოვედით სასტუმროში, ეს გახლავთ MGM Grand, უზარმაზარი სასტუმრო და საკმაოდ ცნობილი ლას-ვეგასში. ჩვენი ჯგუფის ჩანთები, ჩვენი ჯგუფი უკან. ამერიკაში ვარ მესამე, თუმცა ლას-ვეგასში პირველად. სასტუმროში შემოხვალ თუ არა, ეგრევე არის აპარატები. სათამაშო აპარატები არის ყველგან ლას-ვეგასში, ალბათ სადაც შეხვალ ნებისმიერ შენობაში. ახი რა ამბავია, ბიჭო! აზარტულმა ადამიანებმა თავი შეიკავეთ ლას-ვეგასში ვიზიტისას. გავივლით ახლა ჩეკინს და გაჩვენებთ ნომერი როგორ გამოიყურება. ეს კი ნომერი, რომელიც ესე გამოიყურება, სველი წერტილი, აქეთ უზარმაზარი სივრცე, ნახეთ. და მშვენიერი ხედი. ასეთი ხედია აეროპორტს უყურებ პირდაპირ. ეს არის აეროპორტი. აქეთ არის კაზინოები და ამბები. ძალიან მაყოფილი ვარ, მოკლედ MGM Grand-ის ამ სტანდარტული სასტუმროს ნომრით და მადლობა ტურისტულ კომპანია TravelPies, რომ ესეთ სასტუმროში ვიმყოფებით ჩვენი ჯგუფი. რომელ სასტუმროშიც არ უნდა შეხვიდე, ყველგან დაგხვდებათ უზარმაზარი კაზინო. ვეგასში დაახლოებით 200-მდე კაზინოა და ის მსოფლიოში პირველი ქალაქია კაზინოების რაოდენობით. არანაირად არ მივესალმები აზარტულ თამაშებს, თუმცა თუ ლას-ვეგასში მოხვდებით, ალბათ ერთხელ მაინც უნდა ითამაშოს ადამიანმა. იქნებ ჩემსავით იღბლიანი აღმოჩნდეს ვინმე. აზე კაცმა. მაგარი შეგეკა. 4-იანები შეხედე. სულ ამ 4-იანებით მოიგო. კიდე 4-იანი ჩააგდო და ედო. აი გამნახავთ რამდენი მოიგო ძმამ. კიდე. ნუ ამის გარდა გაგრაც ვიტყვით აგრევია რომ იცოდეთ აი ეს. აი $1800 ეგარ. $100. აი გემრიელად და შემოწმა. აქ მოსულები რა, ჩვენი არა. ეს რა მაგარია. საღოძმა. ეგრიანებია. ეს 500-იანია. მაგიქეთ რა, მაგიქეთ. აქედან ადეგი, წამოდი. იცოდე, აი ამას არ წაგაგებინებ, ცოტა მიყავხარ. კაშალეძა. $100 ხო? სადაც არ უნდა მოხვიდე, ყველგან არის კაზინო. სერიოზული გემბლინგი მიმდინარეობს მოკლედ ლას-ვეგასში. ძირითადად მართლა სათამაშო ჩამოდიან აქ ხალხი, მეგონა რომ ძალიან გაზვიადებული იყო ეგ ამბავი, მაგრამ რას ახლა უყურებ, მართლა ყველა სათამაშო ჩამოდის აქ. აიწუება. ხო. ზეროს მერე რა იცის? აი, არ იცის? აუ, რა ამბავია, ბიჭო.
რა ყომარბაზობა მიდის? იპარსება ხალხი. გარდა კაზინოებისა სასტუმროებში არის უამრავი რესტორანი, მაღაზია და სხვადასხვა საინტერესო სანახაობები. თითოეული სასტუმრო არის ერთი დიდი ქალაქი. ყველა სასტუმროშია კაზინო, ყველა სასტუმროშია მაღაზიები, კვების ობიექტები უამრავი და ეს სასტუმროები არის უზარმაზარი. ანუ გარეთ გასვლა ფაქტობრივად არ გჭირდება, იმდენი რამეა აქ. ლას-ვეგასში რო ჩამოხვალ და აი აქ რო უეჭველი ფოტო უნდა გქონდეს, ეგ ადგილია ეს ლას-ვეგასის ნიშანი და როგორც ხედავთ, ფოტოზე საკმაოდ დიდი რიგებია. მიუხედავად იმისა, რომ ამინდი მაინდა-მაინც არ არის ხა კარგი, მაინც ძალიან ბევრი ხალხი აქ ფოტოს გაასაღებად და მხოლოდ ფოტოსთვის მოდიან იდეაში აქ ჩამოსულ ტურისტები. ზოგადად ლას-ვეგასში სანახაობებისთვის არავინ ჩამოდის, თუმცა ის რაც აუცილებლად უნდა ნახო, ეს არის სფერო, რომელიც დიდი ხანი არ არის რაც გაკეთდა და ძალიან მაინტერესებს, იმიტომ რომ უამრავი ვიდეო იდება ინტერნეტში და ყველას ძალიან მოწონს და ძალიან აქტუალებულია ხო და მივდივარ ახლა მაგის სანახავად. წავედით სფეროში. ზოგადად ყველაფერი არის ძალიან ძვირი ლას-ვეგასში და ტაქსიც არ არის გამონაკლისი. სულ რაღაც 2-3 კილომეტრი გამოვიარე ტაქსით და დაგვიჯდა $20. ესეთი ფასებია ლას-ვეგასში. სფერო გახლავთ ურთულესი არქიტექტურული და ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული პროექტი ლას-ვეგასში. ის 2023 წელს გაიხსნა და მისი მშენებლობა $2.3 მილიარდი დაჯდა. გახსნისთანავე სფერო მალევე მოიპოვა უდიდესი პოპულარობა და ყოველდღიურად უამრავ მნახველს იზიდავს. რამხელა ყოფილა, ამხელა თუ იყო ეს დარბაზი, ნახდად ვერ წარმოვიდგენდი. ვიდეოებში მთლად ამხელა არ ჩანდა. სადღაც 20 წუთში დაიწყება უკვე წარმოდგენა. არ ვიცი რამდენი ხანი გრძელდება, მე მგონი 1 საათი გრძელდება. ყველაფერს ნახავთ 1 2 3 წავიდა. ხო არ გადაო. ვაუ. რა ლამაზია. And multiplied until the few became many throughout the earth's seas. Making, growing. ნამდვილს რა მაგრა გავს შეხედე პროსტამდელი. აიქ მიყურები და იქ გახედე. ხوان ვერ ფიქრობ რომ ეკრანია რა. We could not conquer. No distance we could not span. რეალურად იმაზე ბევრად მაგარი იყო, ვიდრე ეკრანზე ჩანდა რა. ჩემი 100%-იანი რეკომენდაცია ამ ადგილს, თითოეული თეთრი ღირდა, იმ ყველაფრად რაც ვნახეთ, $115-დან იწყება დაახლოებით ბილეთის ფასები და 1 საათი გრძელდება ეს ყველაფერი რაც ვიხილეთ ჩვენ. ვეგასიდან 1 დღით გრანდ კანიონის სანახავად წავედით. გზას ავტობუსით დაახლოებით 4 საათამდე დასჭირდა. დაახლოებით 4 საათი ვიარეთ ავტობუსით და მოვედით გრანდ კანიონთან. ვერტმფრენის ტურები როგორც ჩანს საკმაოდ პოპულარულია, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვერტმფრენი დაფრინავს და პატარა თვითმფრინავებიც, აი ესეთი პატარა თვითმფრინავებიც მრავლადაა. ვერტმფრენს რაც შეეხება $300 ღირს ვერტმფრენით ამ კანიონზე ფრენა. რიქს მივყვებით, სავარაუდოდ აი ამ ავტობუსებით წაგვიყვანენ. ეს ადგილი, ანუ გრანდ კანიონ ვესტი, ცნობილია აი ამ შუშის მომრგვალებული გადასახედით. მხოლოდ ასე შეძლებთ კანიონის კარგად დანახვას და ნორმალურად აღქმას. სხვა შემთხვევაში აქ მოსვლას ვფიქრობ, აზრი არც აქვს. აი ეს არის გადასახედი და $33 ღირს იქიდან გადახედვა. Skywalk-ზე არის უზარმაზარი რიგი, ჩვენი რიგი მიუყვება იქეთ. მერე კრუგს არ ტყამს და აი აქ უნდა მოვიდეთ და მერე
აი იქ უნდა ავიდეთ. მოკლედ 1 საათიანი რიგში დგომის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ტელეფონს არ შეგვატანინებდნენ ამ Skywalks-ზე და ამოვედით უკან რა. ეგეთი რაღაც არსად არ მინახია ძმაო ტელეფონს, რომ არ გაძლეველ უფლებას რომ ტელეფონი შეიტანო. ეს ადგილი არის ჩემთვის ერთი დიდი იმედგაცრუება. 4 საათი ლას-ვეგასიდან აი ამისთვის მოსვლა არ ღირს ჩემი აზრით, რა ვიცი. ლამაზია ხა აბსოლუტურად წუნებ, მაგრამ არ არის რა ის რაც უნდა იყოს და ის რასაც ველოდი არ არის. არც დრონის აფრენის უფლებას გაძლევენ, ტელეფონის შეტანის უფლებასაც არ გაძლევენ, ანუ ვერაფერს ვერ აღბეჭდავ. Grand Canyon West-ს ჩემგან დიდი მინუსი. Grand Canyon-ი უზარმაზარ ტერიტორიას მოიცავს. შესაბამისად უამრავი ადგილია სანახავი. აქედან ყველაზე ცნობილი გახლავთ Horseshoe Bend, რომლის ნახვაც სამწუხაროდ დროის უკანლობის გამო ვერ მოვასწარით. ამ ტურში შედის კვება, მეგობრებო. აი აქ არის საჭმელი, დგასა ესეთი რიგი. დაახლოებით 9 საათზე მეტია უკვე რაც ამ რიგში ვდგავართ. ანუ 5 საათი ვიარეთ იმისთვის, რომ აი აქ გვეჭამ. აი აქ. აი გარი ჩვენი დღევანდელი ტური. ლას-ვეგასი დავიკიდეთ და აი აქ ჩამოვედით საჭმელად. აი გვეღირს მეგობრებო. 1 საათიანი ლოდინის შემდეგ მეტის ღირსები ვართ ლას-ვეგასიდან რომ ექსკურსიაზე წამოხვალ კაცი. მეტის ღირსი ხარ. ლას-ვეგასში უნდა ჩამოხვიდე გასართობად, მორჩა. ამად ნამდვილად ღირდა. შეგვერგოს. რაღაც მხრივ ესეც საინტერესოა. რამდენიმე დღეში ვეგასიდან კალიფორნიისკენ, ზიან ლოს-ანჯელესში გადმოვინაცვლეთ. მოკლედ ლოს-ანჯელესი საკმაოდ დიდი ქალაქია და აქ მანქანის გარეშე ძალიან რთულია გადაადგილება, ამიტომ ვიქირავეთ მანქანები. მოდი ჯერ ჩემს მანქანას განახებთ, ეს გახლავთ Porsche, რომელიც არის ორკაციანი და გამოიყურება ძალიან ლამაზად. აბა, მოგწონს რა სიტყვა. მაგარია. ეს დამიჯდა $600, 4 დღე თავის დაზღვევით. დეპოზიტის გარეშე, ანუ დეპოზიტი არ დამჭირდა. 911 ამაზე 3ჯერ ძვირი ჯდებოდა, ამიტომ ნუ ეს გადავწყვიტე რა. ესე იგი, ჩემი Porsche-ს გარდა ირაკლი მიქირავა აირვა, რომელიც ძალიან მაგრად გამოიყურება. აბა, მაყოფილი ხარ? კარგად დადის? ჯო არის რა. აუ, ეს რო ეწევა. აუ, ერთი წამი. გადამიღე ძმა. აუ, ძალიან ძერსკია. სხვა დონეა ძმაო. რაღაც სხვა ვიძე ხარ. აუ, ძალიან მაგარია ბიჭო. რა დაჯდა ეხა ეს, ა? $550, 4 დღე. ხო, 4 დღე დაჯდა $550 თავის დაზღვევით. არ არის ეხა სუდი ფასი. აირვით ლოს-ანჯელესში მოძრაობთ. კაი, ეს აირვა იქით იყოს და გიო შენის გვანახე. ბიჭო, ჯგუფი ხამია, ზვაო. აქ რა კაცი უნდა დავატიოთ ეხა და მოდი. დიერ გამსხერფლი გაიღო რა. მარშრუტკა. ისავე მარშრუტკა, ზვაო. აბა ესე გააღე რომელიმე. ოპა! არა, ზვაო, ვერაფერს უწერ ვიტყვი შენ მანქანაზე. იტყვი და რა კაცი იქიდან რომ შემოგდგება ფეხი მე და ნახე. აი ესეთი სხერფლი გაიღო მე და ირაკლა Porsche და აირვით ვიმოძრავებ და გიო ჯგუფს ატარებს. ლოს-ანჯელესში აი ამ კიათი. ოკეი, რა ეგ არის, მოკლედ აი ამ მანქანებით ვიმოძრავებთ ლოს-ანჯელესში ამ ტურის განმავლობაში. Atlas 1-2 დავიდა. We could be part of something new if we only stand together now, knowing just what to do. And every single day I stand and stare at your house upon the riverside. მიმყოფებით ახლა Beverly Hills-ზე. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩა ალბათ ლოს-ანჯელესში, Rodeo Drive. ძალიან ლამაზია აქ აურობა. ძალიან დიდრული მაღაზიებით არის სავსე,
და აქ ხვდები თუ რამდენად ღარიბი ხარ რა. Rodeo Drive ლოს-ანჯელესის ყველაზე ელიტარული ქუჩაა, სადაც თავმოყრილია მსოფლიოს სხვადასხვა ძვირადღირებული ბრენდის მაღაზიები. აქ ნებისმიერ დროს შეიძლება შეხვდეთ ჰოლივუდის ცნობილ სახეებს და შოუ-ბიზნესის ამა თუ იმ ვარსკვლავს. ეს ილონ მასკის Tesla. რამხელა ყოფილა Cybertruck. ის თავისიფერი უფრო უხდება ჩემი აზრით ამ ფორმებს. ეს ვარდისფერი რაღაცის რეკლამაა და დიდად არ უხდება. ხო, სანამ მე Rodeo Drive-ზე მოძრავ, თქვენ არ დაგაუწყდეთ ჩემი არხის გამოწერა, ამიტომ დააჭირეთ subscribe ღილაკს. ბევრი ნახვები აქვს ვიდეოებს ძალიან, თუმცა შესაბამისი რაოდენობის გამომწერები არ არიან. ზოგიერთმა არც იცის რომ დარეგისტრირებული არ არის YouTube-ზე, ამიტომ თუ არ ხართ დარეგისტრირებული, რეგისტრაცია გაიარეთ, უმარტივესია და გამოიწერთ მერე ჩემ არხს და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მოკლედ. ძალიან კარგი გარემოა, ძალიან კარგი განწყობაა, კარგი ამინდია და მოკლედ კარგი დასაწყისია ეს ადგილი ლოს-ანჯელესის დასათვალიერებლად. ასე რომ წავედით ახლა ვნახოთ კიდევ სხვა ადგილები. Rodeo Drive-დან გეზი ჰოლივუდისკენ ავიღეთ. მაგარი შეგრძნება Porsche-ს რომ დააპარკინგებ ჰოლივუდის წარწერასთან. აი იქ არის წარწერა, ეს საკმაოდ ცნობილი ადგილია ლოს-ანჯელესში. ფოტოების გადასაღებად მოვედით აქ. ირაკლის აირვაც აქ აყენია. აჰა. ეგეც შენი ჰოლივუდი. აი ესეთი ამბავია აქ მიმდინარეობს ფოტოების გადაღება. რამდენიმე ფოტო გადავიღეთ წარწერის ფონზე და მზის ჩასვლის სანახავად ქალაქის ობსერვატორიისკენ ავედით. და საიდან იშლება ქალაქზე საუკეთესო ხედები? რა თქმა უნდა, ლოს-ანჯელესის ობსერვატორიიდან. აი ამ წელს ამოვედით მზის ჩასვლას ამოუსწარით და გაჩვენებთ ახლა აი ამ საოცარ ხედებს. მომენტი როდესაც ესო დრონის კადრებს იღებს. ამასობაში მოსაღამოვდა და გამოვედით დიდების ხეივანზე. ჰოლივუდში, სადაც ვარსკვლავებია, ცნობილი ადამიანების მიუყვებით მაგ ქუჩას და აი ჯერჯერობით ვერცერთი ცნობილი სახელმწიფო, რომელიც მე ვიცი, ვერ ვნახე. ეს ახლა საერთოდ არ ვიცი ვინ არის. არც აი ეს არ ვიცი. ძალიან ბევრია მოკლედ ამ ქუჩაზე ისეთი ვარსკვლავი, რომელიც არ ვიცი ვინ არის. დიდების ხეივანზე 2024 წლის მონაცემებით 2778 ვარსკვლავია ჩაშენებული. ამ ადგილს ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს. მოვედით ცენტრალურ ადგილზე ამ ქუჩის, სადაც ვარსკვლავებზე დაწერილი სახეობების სახელები უკვე მეცნობა. კრისტინა აგილერა, რიკი მარტინი. ეს არის. და აი გამოცდები თუ არა დიდების ხეივანს იწყება ესე ქუჩაში უსახლკაროების კარვები, რომელიც არის ძალიან ბევრი, აი ნახეთ. აი თითაც რამდენია ნახეთ. ქუჩაში ცხოვრობს ესე ხალხი. ლოს-ანჯელესში კონტრასტი მდიდრებსა და ღარიბებს შორის ყველაზე თვალსაჩინოა. 2023 წლის მონაცემებით ქალაქში 75000 უსახლკარო ცხოვრობს. ბევრგან შეხვდებით ქუჩებში გაშლილ კარვებს, ყველაზე მდიდრულ და ცნობილ ადგილებშიც კი. ეს ადამიანები ძირითადად ნარკომომხმარებლები არიან. შესაბამისად, ნარკოვაჭრობა და სხვადასხვა დანაშაულის რაოდენობა მზარდია. კალიფორნიის შტატში კანონები იმდენად შემწყნარებლურია ამ კუთხით, რომ ლოს-ანჯელესი უსახლკაროების და ნარკოდამოკიდებულთა თავშესაფარი გახდა.
არც ერთი კანონი არ კრძალავს ქუჩაში კარვის გაშლას და ცხოვრებას. ესეც პარკინგი, სადაც ტოვებ ხოლმე ჩემს მანქანას, სასტუმროს პარკინგია. ფასიანია სხვათა შორის და 24 საათი ღირს $40. მომსახურება საკმაოდ კარგი აქვს. ესეც ჩემი მანქანა მოვიდა. Coming back? Yes. Okay. Thank you very much. ეს ჩვენი ჩანთა. დავგასოთ. წავედით ახლა სანტა-მონიკასკენ. აი ნახეთ, ამოვედი ახლა გარაჟიდან და გულს უხარია ესეთი ამინდი. პირდაპირ კარგ განწყობაზე დგები რა, აი ნახეთ. ესეთ გარემოში, ესეთ გემრიელ ამინდში როგორ შეიძლება იყოს ცუდ ხასიათზე. თან პორშეთ გეხმარება რომ კარგ ხასიათზე დადარბი. დავპარკინგდი, $15 ღირდა სანტა-მონიკას სანაპიროზე დაპარკინგება. მოკლედ სანტა-მონიკა არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაპირო ლოს-ანჯელესში, შეიძლება ითქვას. სანტა-მონიკაზე თითქმის ყოველთვის ხალხმრავლობაა. მეც რამდენიმე საათი გავატარი აქ და ვენეციის სანაპიროსკენ გადავინაცვლე. ვენეციის სანაპიროც საკმაოდ პოპულარულია ლოს-ანჯელესში. აქ არის სკეიტ პარკი, კალათბურთის მოედნები, ბარ-რესტორნები და სხვადასხვა გასართობი საშუალებები. იყო დრო სკეიტზე კატაობდი თინეიჯერობისას. მოდი განახებთ ჩემს ვიდეოს, შემორჩენილია ძველი ვიდეო ძალიან. მე რომ კატაობდი 18 წლის ვიყავი მაშინ და აბა განახებთ ეხლა ჩავსავ აი ამ ვიდეოში. ვიდეოში შევეთ თქვენ. რა შეჭირ. ვაი. ჭამას მას რაც შეეხება, ძალიან ბევრი მექსიკური რესტორანია ლოს-ანჯელესში. აი ერთ-ერთ მათგანს მოვადექით. აბა. ნერწყვს ყავ, ნახე რა ვიცია. ესე გამოიყურება ჩვენი კერძები. და ესეც კაი რამეა ძალიან. ბურიტო, ტაკო, ეს რა არის? ეს არის ამათი რამენი, მექსიკური რამენი. ტაკოს ჯობია ბურიტო. ჩემი დასკვნა ეგეთია. და ორივე ჯობია კომბუჩა. ისევ გამოვედი ჰოლივუდისკენ. მინდა რომ ბევერლი ჰილზე გავიარო. ძალიან ლამაზი ქუჩებია და ძალიან ლამაზი სახლები და ეგ დაგათვალიერებინოთ. აი ნახეთ უბრალოდ რა მაგარი ქუჩაა. რა ლამაზია აქაურობა. ვეცდები რომელიმე ქუჩაზე გავაჩერო, გადავიდე და გაჩვენოთ რამდენიმე სახლი. აი ნახეთ რა მაგარი გარემოა ეხა აქ. რა სახლია და რა მაგარ ქუჩაზე. აჰა, კიდე ერთი ძალიან მაგარი სახლი. იქით კიდე ერთი. ამასაც რა კაი ეზო აქ. შეაყენე მანქანა. და ესეთ შვენიერ
სახლში რო ცხოვრობ ასწორებს რა. აქ იცი რა შეგრძნება მიჩნდება, აი საქართველოში ცოტა შემოსავალი რო გაქვს და ცოტა კარგად რო ცხოვრობ, აქ რო ჩამოდიხარ ხვდები რომ ამ მასშტაბებთან ის ყველაფერი რაც საქართველოში გაქვს, აი საერთოდ არაფერი არ არის. ახე რა ბაითი აქ ძმას. ახე რა ლამაზია. რა სიტყვით აბა მეგობრებო, მოგწონთ ეს ქალაქი, იცხოვრებდით აქ? რა თქმა უნდა, საქართველოში ჩვენს ქვეყანაში ცხოვრებას არაფერი არ ჯობია და ვისურვებდი რომ ჩვენი ქვეყანაც ესეთი მოწესრიგებული და სუფთა და ლამაზი იყოს, როგორც ეს არის. ჩვენც მინდა რომ გქონდეს ესეთი კარგი ქუჩები. წავიდეთ. ცოტა კიდე გავიაროთ. აპა. თქვენ მანამდე არხი გამოიწერეთ და ვიდეო დაალაიქეთ აუცილებლად, ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. და დამიწერეთ აბა კომენტარებში ესეთი ტიპის ვიდეოები რამდენად მოგწონთ, ეს უფრო ლოგია და ამიტომ ლოგებსაც ვეცდები ხოლმე რომ ხშირად გადავიღო. ძალიან მინდა რომ ჰავაი გადავიღო და რას ფიქრობთ, რამდენად საინტერესო იქნება, ეგეც დამიწერეთ კომენტარებში. იმდენი ვიდეო მაქვს თავში და იმდენი საინტერესო რაღაცას გელოდებათ ჩემს არხზე, რომ არ ვიცი. აუცილებლად გამოიწერეთ და დარჩით ჩემთან და ერთად ძალიან კარგ რაღაცებს გავაკეთებთ რა. მიხვდით ალბათ რომ ძალიან შევცვალე ჩემი კონტენტი, გავხადე უფრო სერიოზული, გავხადე უფრო სასარგებლო და ვეცდები რომ მაქსიმალურად საინტერესო ადგილები გადავიღო თქვენთვის და თქვენი მხრიდანაც დაფასებას უკვე ვგრძნობ და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თითოეული ლაიქისთვის, თითოეული გამოწერისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი ჩემთვის. აჰა, კიდე ერთ სამეზობლოში გავშერდი. ამჯერად პალმები არ გვაქვს ამ ქუჩაზე, თუმცა ეს ხეები რაც გვაქვს ძალიან ლამაზია. აი, ნახეთ რა ლამაზი სახლია, ბიჭო. ანუ ნაყლს ვერ აუღებ, ისეთი სახლებია. და ეს ჩემი მანქანა ხო საერთოდ ხატავს აქ ევროპას. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ტურისტულ კომპანია Travelfy-ს ამდენ ხნიანი თანამშრომლობისთვის. ჩვენ ვასრულებთ მოკლედ ჩვენს თანამშრომლობას, ეს არის ბოლო ჯგუფური ტური, ჩემი და ტურისტული კომპანია Travelfy-ს. თუმცა Travelfy გააგრძელებს ჯგუფური ტურების კეთებას, ზუსტად ასეთი ჯგუფური ტურების კეთებას, როგორცაც აქამდე აკეთებდა, შეგიძლიათ დაემგზავროთ ხოლმე, გამოიწერეთ მათი Facebook-ი და Instagram-ი, სადაც დადებენ ხოლმე ინფორმაციას ჯგუფურ ტურებთან დაკავშირებით. რაც შემეხება მე ხსნი ჩემს ტურისტულ კომპანიას ძალიან მალე და ნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ამ სიახლეებს, რა თქმა უნდა, მე თქვენს გაგაგებინებთ. ალბათ ყველა საინტერესებს თუ სად ცხოვრობენ ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავები და როგორი სახლები აქვთ მათ. ლოს-ანჯელესში შესაბამისი ტურიც არსებობს. ამიტომ ვიფიქრე რომ საინტერესო იქნებოდა ამ ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვა. ტური ავიღე, აი ამ ღია ავტობუსებით მოკლედ გვაჩვენებენ სხვადასხვა ცნობილი ადამიანის სახლებს და დაგათვალიერებინებ, ძალიან საინტერესო იქნება ვფიქრობ. $45 ღირდა ეს ტური და გრძელდება 2 საათი. სამწუხაროდ ეს ტური ერთი დიდი იმედგაცრუება აღმოჩნდა. ის ეზოს კარების და ღობეების გარდა ვერაფერს საინტერესოს ვერ ნახავთ. მაგარი გადავაბატორია დავდივართ და გვაჩვენებენ ცნობილი ადამიანების სახლის ღობეებს. ახლა შემოვედი აფთიაქში, სადაც პროდუქტების იყიდება და აი გაჩვენებთ რა, ნებისმიერ მაღაზიაში, სადაც არ უნდა შეხვიდე, ყველგან არის უამრავი სახეობის კომბუჩა. აი ნახეთ. კომბუჩა. რამდენი კომბუჩაა. მაგ ამერიკაში კომბუჩა არის ძალიან პოპულარული სასმელი რა. ანუ მარტო ის კი არ არის რომ უნებელია, პირიქით, ჯანსაღია, სასარგებლოა. ამერიკაში ძალიან დიდ პატივს სცემენ მოკლედ კომბუჩას და ძალიან პოპულარულია აქ. და დადგა Universal Studios მონახულების დროც. ეს გახლავთ ადგილი, რომელსაც წელიწადში 8 მილიონზე მეტი ვიზიტორი ჰყავს. Universal Studios-ში უამრავი ატრაქციონია ყველა ასაკისა თუ გემოვნებისთვის.
პარკში. ეს არის ადგილი, სადაც არის უამრავი ატრაქციონი პატარებისთვის, დიდებისთვის და ასე შემდეგ. მოკლედ, ყველა გემოვნების ადამიანს აკმაყოფილებს და დღეს მთელი დღე ვაპირებთ, რომ აღმოვაჩინოთ და გავერთოთ ამ არაჩვეულებრივ ადგილზე. და რა თქმა უნდა, თქვენც გაჩვენებთ ყველაფერს. Universal Studios აღმოჩენა ჰარი პოტერის სამყაროდან დავიწყეთ. აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, როგორც ფილმში. ეს გახლავთ ჰოგვარტსის სასახლის ანალოგი, სადაც ატრაქციონია გაკეთებული. სასახლეში შესვლისთანავე გვხდება მოძრავი და მოლაპარაკე ფოტოები. შემდეგ დგები რიგში და ჯდები უშუალოდ ატრაქციონზე. აი ამ წამს გამოვედით და ძალიან მაგარი იყო, რეალურად შეგრძნება გაქვს რომ დაფრინავ, ეხლა ვიდეოში ეგ რა თქმა უნდა არ ჩანს. ჰარი პოტერის შემდეგ კი იურული პერიოდის სამყაროს მოვადგით. Hats on the floor of the boat and hats off. Hats are not allowed on the Okay, წავით, გავაწავით. Dominus Rex system. Please remain in the boat and stay calm as it continues. Mario სამყაროში შემოვაგდეთ. ამის შემდეგ კიდევ მოვიარეთ ატრაქციონების სხვადასხვა თამაშებიდან, ფილმებიდან თუ ანიმაციებიდან და ერთი მთლიანი დღე ასე გემრიელად მიიწურა. ერთი სიტყვით ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ ტურისტულ კომპანია Travelfy-ს ესეთი არაჩვეულებრივი მოგზაურობისთვის. ასევე ჩემს სპონსორებს, მხარდაჭერისთვის. უკვე აეროპორტში ვართ ლოს-ანჯელესის, მოვფრინავთ სამშობლოში, საქართველოში. შევხვდებით ორ კვირაში ახალი